Liberty Bank პენსიონერებს ახალ სერვისს თავაზობს. კუთვნილი თანხის მიღებას ისინი უკვე ბანკომატის საშუალებითაც შეძლებენ. მომსახურების ახალი ფორმით სარგებლობის შესაძლებლობა პენსიონერებს საკუთარ პლასტიკურ ბარათზე კოდის მინიჭების შემთხვევაში მიეცემათ, რისთვისაც მათ Liberty Bank-ის ფილიალებს უნდა მიმართონ. ჩვენი მენეჯმენტის სათავო ოფისის მიერ შემუშავებული იქნა ეს წინადადება. საკმაოდ ეფექტური, რომ ძალიან ბევრი მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება ეს რიგების შემცირდეს. ამასთან დაკავშირებით იყო მანქანების სერვისი ძალიან კარგი მოსახურება, რაც შეიძლება თავისუფლად მიიღოს პენსიონერმა პენსია. ახლა შემუშავდა ეს კოდიანი, როგორც მოგეხსენებათ, ბარათებზე კოდის მინიჭება, რომელიც ძალიან აადვილებს ამ საკითხს. რიგებისაც 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ ქალაქში, პრაქტიკულად ჩვენ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, ყველა ქალაქში დგას ჩვენი Liberty Bank-ის ბანკომატები და ნებისმიერ ბანკომატზე შეუძლიათ ისაგებონ და სრულიად უფასოდ მიიღონ თავიანთი კუთვნილი პენსია. კოდის მინიჭება აი ესეც რომ აუხსნათ პენსიონერებს ეს კოდის მინიჭება და ეს როგორ ხდება თვითონ ეს რა პროცედურები გაუნა გაიარა? კოდის მინიჭებისთვის აუცილებლად გამოცხადება ფილიალში და განაცხადებს ოპერატორთან განაცხადებს კოდის მინიჭების შესახებ. ჩვენ ამაზე აქტიურად მუშაობთ ჩვენ თვითონ. პრაქტიკულად ძალიან დიდი ნაწილი უკვე გადასულია ამ კოდებზე შეცვლა, კოდის შეცვლა თუ აინტერესებს, ან არ მოწონს, ამის შეცვლა უკვე ძალიან ადვილად ხდება თვითონ ბანკომატზე. მინიჭებული კოდი რა და მის შეცვლა უნდა, ამის უკვე ძალიან მარტივად თვითონ ბანკომატზე სრულდება ეს ოპერაცია, ამაზე აბსოლუტურად არ ჭირდება ბანკში მოსვლა. მაგრამ კოდის მინიჭების დროს აუცილებლად ჭირდება მეანიჭებე კოდს და მე მის შეხედულების მიხედვით, ვისაც მას გაიხარდება, მიცემს ოჯახის წევრს, ახლობელს, მეზობელს, ნათესავს, შეუძლია გაანდოს, ეს არის სრულიად საიდუმლო, მარტო ერთ პიროვნებაზე გათვლილი ეს კოდი და ეს უკვე სრულიად მის პასუხისმგებლობის ქვეშ არის, ვის უნდა და კატეგორიულად ესე იგი აკრძალულია და უხსნით ჩვენ პენსიონერებს, რომ არავითარ შემთხვევაში კოდი არ დააწერო პლასტიკურ ბარათს. ეს ძალიან შედეგი შეიძლება მიგვიყვანოს ამ ამბავმა. მომსახურების ახალი სერვისი უფასოა. პენსიონერებს ახალი შემოთავაზებით საქართველოს ნებისმიერ ქალაქში 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ისარგებლონ. ყველაზე ინტელექტუალური მოსწავლის მე-6 სეზონის ფინალური ტურის საგზური დღეს ორმა მოსწავლემ მოიპოვა. ფინალურ ტურში სხვებთან ერთად მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთი ორჯონიკიძე და მეორე სვირის საჯარო სკოლის მოსწავლე ვიტალი მაჭავარიანი ჩაერთვებიან. ტელეკომპანია არგოში დღეს ინტელექტუალური თამაშის პირველი და მეორე ტური შედგა. ძალიან საინტერესო კონკურსია ფორმატის თვალსაზრისით, ძალიან გამეხარდა, გამარჯვება, რა თქმა უნდა, მე გავხდი ფინალში, გადავედი ფინალში და ეს რა თქმა უნდა დიდ შრომას მოითხოვს. დიდ მადლობას ვუხდი კონკურსის ორგანიზატორებს, რათა მათ მოგცეს საშუალება გამოვავლინოთ ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა სკოლამ, მშობლებმა და მასწავლებლებმა. მეორე ტურის გამარჯვებულმა ვიტალი მაჭავარიანმა ორ ტურში მიღებული ქულათა რაოდენობით იმდენად გაუსწრო თავის კონკურენტებს, მესამე ტურის ჩატარება აღარ გახდა საჭირო. ძალიან ბედნიერი ვარ, არ ველოდი სიმართლე რომ გითხრათ და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავიხადო ჩემს სკოლას, დირექტორს, პედაგოგებს დობისთვის. რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ და მომიზადები ფინალისტის. ყველაზე ინტელექტუალური მოსწავლის მე-6 სეზონი იმითაც არის გამორჩეული, რომ წლევანდელ კონკურსში სხვებისგან განსხვავებით ყველაზე მეტი მოსწავლეა ჩართული. დღეიდან ტელეკომპანია არგო კვლავ აგრძელებს პროექტს რაიონის ყველაზე ინტელექტუალური მოსწავლე. ამ პროექტს 3 ორგანიზატორი ყავს: საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, ტელეკომპანია არგო და მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. წლევანდელი კონკურსი უფრო მასშტაბურია, ეს განპირობებულია იმით, რომ საჯარო სკოლების უფრო მეტი რაოდენობაა ჩართული ამ სკოლებში, ამ კონკურსში და შესაბამისად კონკურენტუნარიანობაც უფრო მეტი იქნება. უკვე გამოვლინდა 2 გამარჯვებული. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ჯერჯერობით თანაბარი ბალანსით მივდივართ. ერთი გამარჯვებული არის ქალაქის საჯარო სკოლიდან და მეორე გამარჯვებული სოფლის საჯარო სკოლიდან, მესამე საჯარო სკოლა და მეორე სვირის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები გახლავენ ესენი. ალბათ მომდევნო ტურებიც კიდევ ბევრ საინტერესო მოსწავლეს გაგვაცნობს და იმედია ეს კონკურსი ისეთივე პოპულარული იქნება, როგორც წინა წლებში იყო.
ყველაზე ინტელექტუალური მოსავლის პირველ და მეორე ტურს მაყურებლები ტელეკომპანია Argos ეთერში შაბათს და კვირას 17 და 18 ნოემბერს შეძლებენ. ფოტომოყვარულთა კონკურსისათვის განაცხადების შეტანა დამთავრდა და ჟიური მუშაობას შეუდგა. წარმოდგენილი 100-ზე მეტი ნამუშევრიდან მათ 14 საუკეთესო შეარჩიეს და ახლა აუცილებელია, სწორედ მათ შორის 3 საუკეთესოზე გაკეთდეს არჩევანი. თუმცა ფოტოების ავტორთა ვინაობა ოფიციალური და საჯარო ფოტო გამოფენამდე არ გახდება. წარმოდგენილი იყო 100-მდე ნამუშევარი. ამ ნამუშევრის შეფასება ხდებოდა ჟანრისა და ხარისხის მიხედვით. აქედან ამოერჩა 14 სურათი და 14 სურათიდან უკვე ფარული კენჭისყრით თუ ფარული შეფასებით მოხდა კვლევის განაწილება თითოეულ სურათზე. იყო ძალიან კარგი სურათები, ყურადღება მიეწვია მათ შორის ხარისხმა. იყო ეს კომპოზიციურად განაწილებული როგორი იქნა სურათები და ეს ჟანრი, რაც თავარია, რომელიც რო ესე ხოლოდ ამ შეხედულებისამებრ დაეწერა ჩვენს მიმართ გულები. ფოტოკონკურსი მოყვარულთა შორის ზესტაფონში მესამეჯერ ტარდება. მასში მონაწილეთა რიცხოვნება და ნამუშევრების თემატიკა თანდათანობით მატულობს. ჟიური მუშაობს მონაწილეთა ნამუშევრების შეფასებაზე, გამოავლენენ დღეს საუკეთესო ნამუშევრებს, ძალიან აქტიურად მსჯელობენ და თვითონ გითხრეს რა კრიტერიუმებით იქნა შეფასებული ნამუშევრები. ჩვენ ნამუშევრების შედეგებს და გამარჯვებულ ნამუშევრებს გამოვაცხადებთ გამოფენის დღეს. გამოფენის დღეს მოვიწვევთ ავტორებს, ჟიურის მთელ შემადგენლობას და გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ნამუშევრებს. ორგანიზატორთა თქმით, დასაჩუქრდებიან მხოლოდ პირველ 3 ადგილზე გასული ფოტომოყვარულები, მათ შორის მთავარი ჯილდო სიმბოლურად ციფრული ფოტოაპარატია.